შევცვლით მეც და ვფიქრობ რომ დახურულის თემა. ესე იგი მე ერთი რამე განცხადება ითქვა მინდა ასევე ხაზგასმით აღნიშნო რომ მაშინ 2019-ში 20-ში 21-ში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის მიუხედავად იმისა რომ არ იყო მარტივი დრო მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის რომ ელემენტარული სტანდარტები დაგვეცვა და პოლიციელის დაცვასთან ერთად და პოლიციელზე თავდასხმელის უმკაცრეს დასჯასთან ერთად მოგვეხერხებინა ისე რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ ყოლოდა. დღეს სამწუხაროდ იმის მიუხედავად რომ მაშინ იყო შტურმი შენობაზე, რომელსაც თქვენც ადასტურებთ, მეც ვადასტურებ სტრასბურგის ადასტურებს. ამაში მაინც თანხმდებით. მაგრამ დღეს როდესაც აქციები კარგით არის შემთხვევები პოლიციელებზე ძალადობის, მაგრამ ეს არ არის ორგანიზებული შეტევები სახელმწიფო ინსტიტუტთა საბოლოო ჯამში ძირითადად ეს არის მშვიდობიანი აქციები. ჩვენ ქვეყანაში ყავს პოლიტპატიმრები, რომლებსაც ასევე ჭირდება დაცვა და ეს არის ძალადობრივი აქციები, როგორც ის, ესეც დაფინანსებულია გარედან. დავანებოთ ამას თავი. ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა თემებიც. თუ კომისიის წევრები 20 ივნისის საკითხთან დაკავშირებით აღარ აპირებენ კითხვების დასმას. მე მინდა წამოვწიო შემდეგი საკითხი, უკვე ითქვა რომ გადადგომაზე ვისაუბრებთ ჩვენ, იმიტომ რომ არაერთი შეხვედრა უძღოდა წინ თქვენს გადადგომას გუნდის შიგნით და კითხვებად დარჩა. მანამდე თქვენ არაერთ ინტერვიუში გაქვთ ნახსენები თქვენი გადაწყვეტილება ჩორჩანაში საგუშაგო პუნქტზე და აქ ქრონოლოგიურად რომ გითხრათ როდის რა გადაწყვეტილება მიიღეთ, რა იყო ამის მიზანი, ბევრ ინტერვიუში თქვენ თქვით, ბევრში არა, რამდენიმეში რომ ეს საამაყო გადაწყვეტილება იყო, რეალური რისკები იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, რა რისკები იყო და მე კითხვებს დავსვამთ და შემდეგ გადავიდეთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, გადადგომის საკითხი გვაინტერესებს, გთხოვთ. რა ნაწილში გაინტერესებთ ჩორჩანა რა? თხრობით რეჟიმში მოგიყვეთ? თქვენ მოყევით თხრობით რეჟიმში, რა იყო, როგორ იყო, რის აცილებას აპირებდით თავიდან, რა ავიცილეთ თავიდან და ასე შემდეგ. და შედეგი რა დადგა? კი ბატონო. ჩორჩანას ისტორია იყო შემდეგნაირად, ეს პროცესი რამოდენიმე წელი გრძელდებოდა. ეს არის დიდი ტყის მასივი და ახლოებით 2000 ჰექტარი მომიჯნავე სოფელ ჩორჩანასა და საოკუპაციო ხაზთან. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხარეს და აქეთა ნაწილი, არასოდეს ასე თქვათ ინტენსიური აქტიურად ყითხვის ნიშნის ქვეშ ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით საკითხი არ დამდგარა. რაღაც მომენტში ამ ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების მიერ დაიწყო ადამიანების გატაცება, რამოდენიმე შემთხვევა იყო. ამ ადამიანებს სხვადასხვანაირად ამ გატაცებებს სხვადასხვანაირად ასაბუთებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ეს იყო იქ საქართველოს რაღაც მომენტში ჩორჩანას ტყეში გაჩნდა აღნიშვნები, ესეთი მარკირებები, მცოცავი ანექსიის დროს, როდესაც ჩნდება. შემდგომ რაღაც მომენტში გაჩნდა ეს ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზის და რეჟიმის მიერ საზღვრად აღიარებული ეს მწვანე ტრაფარეტები. ამავდროულად ეს იყო ბიბილოვის პერიოდი და ამავე დროს შიგნით ცხინვალში მიმდინარეობდა ცხარე დისკუსიები, არჩევნები ემთხვეოდა, უკვე არჩევნების პერიოდი იყო. საბოლოო ჯამში შინაარსობრივად ამ საკითხის მთავარი ღერძი რა იყო? საოკუპაციო ხაზი დღეს სამწუხაროდ 2008 წლის ამ ომის შემდგომ ფაქტობრივად ემთხვევა რუსეთის გრუს მიერ დადგენილი რუკებით საბჭოთა კავშირის საზღვართან დაახლოებით როგორც მახსოვს 1988 წლის. მაშინ პირველად გაჩნდა მცდელობები, რომ
შემოეტანათ რაღაც ახალი რუქები, რაღაც ამ საოკუპაციო რეჟიმმა იპოვეს რაღაც მოიგონეს 1922 წლის რუქა, რომლითაც ტყუილებით, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ამტკიცებდნენ და ადასტურებდნენ, აფართოებდნენ ამ საოკუპაციო ხაზს, ასეთი მათი გაგებით და გადმოსახედიდან სადაო ტერიტორია მონიშნული ჰქონდათ დაახლოებით 28 და დაიწყო ეს პროცესი ჩორჩანიდან. შესაბამისად, იქ პრობლემა იყო იმაში, რომ ამ ტყეში გზა, რომლითაც პატრულირებდა გედედეს შესაბამისი უწყებები, იყო გაფუჭებული. პატრულირების დროს პატრულირება შემდგომ უკვე ისეთი ინტენსიურობით ვერ ხდებოდა, ამიტომ დაიწყო მოსახლეობამ გადასვლა, გადმოსვლა და ამიტომ დაიწყო ეს დაკავებები და ამიტომ გაჩნდა შემდგომ ეს სასაზღვრო მონიშნები და პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო მაშინ რომ ამ როგორც პრეცედენტულად რაიმე ახალი რუქის საფუძველზე შექმნილი რაიმე ახალი საზღვრის გადმოწევა არ მომხდარიყო. ამიტომ მაშინ იქ ძალიან ბევრი სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, უბრალოდ გავწმინდეთ გზა, გავიყვანეთ გზა და გავაკეთეთ საგუშაგოები. ეს იყო პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მცდელობა, რომელიც იყო პოლიტიკურად ძალიან სერიოზულად აწეული ცხინვალის რეჟიმშიც, რომელსაც ამთხვევდნენ არჩევნებს და რომელიც უნდა გამხდარიყო ამ საარჩევნო ამ ბიბილოვის საარჩევნო წარმატების დრაივერს, რაც შორის მე წააგო ამ ბიბილოვმაც ეს არჩევნები, როგორც მახსოვს, და გავაკეთეთ საგუშაგოები და დავიცავით ეს ამხელა პირველად მაშინ, როდესაც მაგრამ ეს აქ არ არის მთავარი რომ პირველად. მთავარი არის იქ რომ არ დაუშვით პრეცედენტულად რომ იმ საოკუპაციო ხაზის, რომელიც აუბედუროთ დღეს ქვეყანას აქვს, გაფართოების რაიმე სამართლებრივი რუქები ან რაიმე სამართლებრივი დასაბუთება გაჩენილი იყო. საბოლოო ჯამში სურათი და შინაარსი ამ ღონისძიების იყო ეს. ბატონო ალეკო, თქვენ ხომ არ დაშევთ? კი ბატონო, მე მექნება რამოდენიმე კითხვა ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. ეს ღონისძიებები, როდესაც თქვენ ახსენეთ იქ რომ კი იყო მართლაც მონიშნული ტყის მასივში რამოდენიმე ხე, სადაც ისინი აპირებდნენ რაღაცა გზის ბილიკის გაკეთებას. მე მინდა კითხოთ ერთი რამე და მე ვიცი თქვენ ვის ინფორმაციასაც ეყრდნობოდით მაშინ. როდესაც საგუშაგოს თქვით, საგუშაგომდე შესაძლებელი იყო თუ არა სხვა რამე პრევენციული ღონისძიებების გატარება. ისეთი როგორც იყო სიტყვაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, IOM-თან, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში ჩვენ შეგვეძლო თუ არა რომ საგუშაგოს ნაცვლად გაგვეძლიერებინა იქ ჩვენი გედედეს თანამშრომლების პატრულირება. ეს ერთი. მეორე, თქვენ მაშინ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი. ვისთან იყო შეთანხმებული რომ ეს საგუშაგო იქ უნდა აღმართულიყო? იყო თუ არა ეს შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, იყო თუ არა შეთანხმებული მაშინ პრემიერთან და სხვა მთავრობის წარმომადგენელთან. ეგ მეორე. იმიტომ რომ მე გეტყვით რა გამოიწვია და დღეს რა შედეგი გვაქვს. დღეს შედეგი ის გვაქვს რომ ერთი საგუშაგოს ნაცვლად მივიღეთ იქიდან 5 საგუშაგო, აქედან 3 გარკვეულ სიმაღლეებზე არსებობს. მაშინ იმ დროს მოყვა დაძაბულობა იმ დონეზე რომ ორსებმა სეპარატისტულმა რეჟიმმა ზადყოფნაში მოიყვანა თავისი საჯარისო ფორმირებები და გავიარეთ ომის ზღვარზე. ამას მოყვა ის რომ ახალგორში ააგეს ახალი პოსტები. და მე გავყვეთ ქრონოლოგიურად. კი ბატონო, ესე იგი პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი ამ საგუშაგოს გახსნა ისევე როგორც იგზის გაყვანა, რომელიც თქვენც ამბობთ რომ აუცილებელი იყო. მე მესმის ბატონო ალეკო რომ თქვენ ახლა არ ბილებთ იქ, რომ იქ ხეზე რამოდენიმე მონიშნა არ იყო იქ ხეზე რამოდენიმე მონიშნა.
ოდის ვიხდი და რას თქვენ თქვით? მე დანამდვილებით ვიცი, იქიდან არც ერთი გატაცება არ ყოფილა, რასაც თქვენ ამბობთ, იყო შეჩერება და დააბრუნეს უკან. გატაცებები არ ყოფილა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი და ეს პერიოდი შევისწავლე. მეც უბრალოდ მახსოვს, რომ იყო დაკავებები იყო, გატაცება არ მithქვამს. გატაცება არ იყო, დაკავება იყო. კი, დაკავება იყო და ბოლოს ზუსტად მახსოვს, მანდ მთავარი ტრიგერი რა იყო, ბოლოს როდესაც დააკავეს, პირდაპირ უთხრეს, რომ ეს არის ცხინვალის ტერიტორია და მეორედ იქ სერიოზული პრობლემები მზადდებოდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა სპეციალური საარჩევნო კონტექსტი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც იქ ოპერირებდნენ და საჭირო იყო, ყველასთან იყო შეთანხმებული. იგივე UMM-ი რომელსაც თქვენ, ყველაფერი იცოდა. ეხლა დღეს შეიძლება ყველა მოარი თქვას, რომ არაფერი არ იცოდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდა. უფრო მეტსაც გეტყვით. იქ თავიდან ბოლომდე ჩართული იყო სამინისტროები და მთავრობა კი არა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყავდა გზა და მობილიზება იყო გამოცხადებული ტექნიკის. როგორ შეიძლება ამ ხელა ღონისძიება განხორციელებულიყო და არ ცოდნოდა ან პრემიერს, ან სუს, ან რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდა. ის ინფორმაცია, თქვენ ხო იქ მუშაობდით. ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გქონდა, ეს ინფორმაცია ხომ კონდაზვერიდან მიღებული ინფორმაცია იყო, რომ იქ ადამიანები დააკავეს, ნიშნები ჩნდება და კიდე ბევრი რამ. რა თქმა უნდა, ვიღაც ეხა უყურეთ, თქვენ შეიძლება თვლით, რომ როგორ თქვა ეხლა კაცო ეს სწორად. აი თქვენ შეიძლება თვლით, რომ იქ ინფორმაციის ნაკლებობა ან სიურპრიზი ეს არავისთვის არ ყოფილა. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს სიურპრიზი იყო, ეს არის ტყუილი. მეც და ჩემს მოადგილეებსაც ყველას ნასაუბრები შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყო. ერთი წუთით. ერთი წუთით რა. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ ის რომ ვიღაცასთან არ გვისაუბრია, ან ვიღაცა საქმის კურსში არ ჩაგვიყენებ, ეს ასე არ არის. რაც შეეხება შედეგს. მე მესმის ახლა თქვენ რასაც ამბობთ და ეს აქცენტები როგორც იქ ტყვიები, მერაბიშვილი ახლა ომი უნდა იყოს. ამის პიარული და პროპაგანდისტული მნიშვნელობა მესმის, მაგრამ ფაქტია, რომ არანაირი ომი არ ყოფილა და ფაქტია დამდგარი შედეგი, რომ ჩვენ არ დაუშვით პრეცედენტი 1922 წლის რაღაც ფეიკ რუკით ვიღაცა ბიბილოვს ერთი უზარმაზარი კიდე ნაკვეთი ქართული ტყის წაეღო, რასაც გეგმავდნენ. გარდა ამისა, ის 27 დამატებითი ტერიტორია, რომელზეც საუბრობ. ის თრუსოს ხეობიდან დაწყებული, თქვენ ძალიან კარგად იცით, რებს გვედავებიან და რა ქონდათ იგივე ლოგიკით კითხვის ნიშნის დაყენებული. ამიტომ ვთქვი მე, ამიტომ არ ვამბობდი არასოდეს ამას. იმიტომ რომ ეს საკმაოდ სენსიტიური ინფორმაციაა. და მე არც მithქვამს, რომ მე რაღაც გმირობა ჩავიდინე. არაფერი არ გაგვიკეთებია ჩვენ ერთადერთი რაც გავაკეთეთ, დავიცავით ის, რაც იყო დასაცავი და არანაირი ომი. ეხლა შანტაჟის გულისთვის ვიღაცამ იქ თუ ერთი ავტომატი გადატენა, ამას თქვენ თუ შეაფასებთ. ომად, თორე ჩვენ იქ ყველა საერთაშორისო მექანიზმები, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო მექანიზმები ქონდა ჩართული. სრულად კონტროლზე იყო იქ ყველაფერი და არანაირი ომის საშიშროება იქ არ ყოფილა. ევროკავშირთან როგორ იყო შეთანხმებული, როდესაც 2019 წლის ოქტომბერში თვითონ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები იქნენ მერე გატაცებული. რა იყო შეთანხმებული? გატაცებული იყვნენ თუ არ იყვნენ, მაგას შეთანხმებასთან რა კავშირი აქვს? მან ხომ მთავარი მიზანი რა იყო, რომ ეს მარშრუტი, რომელზეც პატრულირება არ ხორციელდებოდა, იყო ძალიან დიდი ბნელი ლაქა, რომელზეც სერიოზული რისკი იყო. სერიოზული რისკი იყო, რომ წაიღებდნენ და ამიტომ გზა გავიყვანეთ და ის ბლოკპოსტი რაც იყო, ის თვითმიზანი კი არ იყო. ის მიზანი იყო, რომ ამ გზაზე, როდესაც გედედეს თანამშრომლებს პატრულირება მოუწევთ, მათი უსაფრთხოებაც რისკის ქვეშ დგებოდა. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი მიდგომა მაშინაც, მე არ ვიცი ახლა, მე არასოდეს არ დავმალულ ვარ. აი ვიღაცამ შეიძლება რაღაცა თქვას და მე ეხლაც გეუბნებით, რომ
ეს იყო ის მოტივები და ის ლოგიკა, რაც ჩვენ გვამოძრავებთ. ვიღაცა თვლი ის, რომ არასწორი იყო. მაშინაც იყო სხვადასხვა აზრები, მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენად კრიტიკული, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ომი არ არის. დღე დავიცავით. ბიბილოვი ვეღარ აირჩიეს. რა თქმა უნდა, მაგას თავისი სხვა შედეგებიც მოყვა, მაგრამ მეორე მხარეს ეს იყო ბევრად მნიშვნელოვანი. მადლობა. ანუ თქვენ რომ საგუშაგო განათავსეთ იქ, მაგის გამო აღარ აირჩია ეს ბიბილოვი. ბიბილოვი აღარ აირჩიეს იმის გამო, მისი მთელი საარჩევნო კამპანია იყო დაფუძნებული იმაზე, რომ თუ კოკოიტმა მოგვიტანა დამოუკიდებლობა, მე უნდა გავაფართოვო სეპარატისტული რეგიონის საზღვრები და ამ გაფართოებისთვის იყენებდა ზუსტად იმ 1922 წლის რუქას, რომლითაც პირველი მიადგნენ ჩორჩანას და ამ რუქის დამატებითი 27 წერტილი, რომელსაც აი ეს არანორმალურები ედავებიან საქართველოს თრუსოს ხეობიდან არის ძალიან კიდე ბევრი წერტილი. ამიტომ ეს რო ვერ განახორციელა, დაპირება ქონდა, რომ ჩორჩანას გახდიდა არა, მე იმას ვიძახი ბატონო გიორგი, რომ არ მინდა მეც დეტალებში შევიდე და რაღაცა იქ ვახსენო რა დოზით იყო და რამდენი და რა მეტრაჟით იყო ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს საგუშაგო აღმოჩნდა დღეს სამისნე. 3 საგუშაგო დგას მათი სიმაღლეებზე, 2 მოძრავი საგუშაგოა. და ის ნაწილი, რის დაცვასაც ვაპირებდით, კი ვერ დავიცავით, პირიქით მოხდა ეს ყველაფერი. აი ეს იყო შედეგი მაგის. ამიტომ ვფრთხილობდით, თქვენ მართალი ბრძანდებით იმაში, რომ იყო ეს კომუნიკაცია, კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო კატეგორიულად წინააღმდეგი ამისა. ამაშია საქმე. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ფაქტი დღეს არის შემდეგი, რომ ომი არ არის. არავის არაფერი არ უსვრია. და დღეს არის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არის მთავარი და ჩვენც ეს იყო მთავარი. ეს ასე არ არის სამწუხაროდ. ესე იგი, ხაშურის მუნიციპალიტეტში არის სოფელი ჩორჩანა, ჩორჩანასთან არის გეთანხმებით ტყის მასივი და სანამ თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი მიიღებდით გადაწყვეტილებას ოკუპაციის ხაზთან საგუშაგოს განთავსებაზე, მაშინ როდესაც იმ ტყის მასივში გარდა მონიშნებისა, რასაც სეპარატისტები აკეთებდნენ, რაიმე ტიპის საგუშაგო რასაც ქვია, არც ჩვენი მხრიდან, არც მათი მხრიდან არ იყო. ასეა? იყო მონიშნები და სურდათ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. აქამდე ხომ ვთანხმდებით ფაქტებზე? ქალბატონო თავმჯდომარე. ამ პერიოდში, რომელსაც თქვენ ახლა ამბობთ, მანამდე რა ხდებოდა? მანამდე სეპარატისტული ძალები მაგ ტყეში საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ. აი ეს ხდებოდა. დიახ. აჩერებდნენ, ეუბნებოდნენ აქ ნუ შემოდიხარ, ხეებზე მონიშნებს აკეთებდნენ, მაგრამ ეს ტყის მასივი შესაბამისად ამზადებდნენ მცოცავი ოკუპაციისთვის ტყის მასივს. და ამაზე გადაცემებსაც აწყობდნენ. კი ბატონო, აქამდე ვთანხმდებით. მაგრამ იმაზე თუ ვთანხმდებით, რომ მათი მხრიდან სანამ რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადმოიდგმებოდა, ანუ ის რისკები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მატერიალიზდებოდა, მანამდე საგუშაგოები იქ არავისი არ იყო ტყეში. ზუსტად იმიტომ, რომ მქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადმოდგმა იწყებოდა დასწრების პრინციპით, გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ, გავიყვანეთ ის გზა. ეს მანამდე საგუშაგოები არ იყო. არც ჩვენი მხრიდან, არც მათი. არა, არავის საგუშაგოები არ იყო, უბრალოდ ისინი აკონტროლებდნენ ამ ტყეს. იმიტომ რომ ისინი პატრულირებდნენ ამ ტყეში. ქართველები არ პატრულირებდნენ და იქ პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი და ჩვენ იქ ვერ შევდიოდით. ეს არის ერთი და დღეს ფაქტი შედეგი რაც არის, რაც არ უნდა ეხლა ეცადოთ. საოკუპაციო ხაზი არის ზუსტად იქ, სადაც იყო. მიზანი არ ყოფილა საგუშაგო. მიზანი იყო საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. დღეს საოკუპაციო ხაზი გადმოწეული არ არის. ეს არის მთავარი მიზანი. ძალიან რთულია ამდენი ტყილის მოსმენა, მართლაც რომ ტყილის. მიუბრუნდეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თემას.
ასეთი ტიპის ერთი წუთი ისე ფიქრობ, რომ არ მახსოვს სიმართლე რო თქვა, ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე სიმართლის ტყუილი დაარქვა. ესე არა, მე ასე ვფიქრობ. მოდით ასე დავსვამ კითხვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თქვენ გქონდათ ამბობთ კონსულტაცია, მაგრამ იყო ასთა სხვადასხვაობა. ბატონი ალექსანდრე ტაბატაძე იმ დროს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. თუ რამე მეშლება, ვთხოვ მას, რომ შემისწოროს. ამ საგუშაგოს აღმართვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ის მხარს უჭერდა, რომ ქართულ მხარესაც ერთი დაეწყო პატრულირება, მეორე გაეაქტიურებინა ის ტექნიკური შეთანხმებით გათვალისწინებული ბერკეტები თუ მექანიზმები, რაც არსებობდა და ოფიციალურად არის ხელმოწერილი. კერძოდ ეს შეთანხმება გულისხმობს, რომელსაც ჩვენი მხრიდან მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი აწერს ხელს 2008 წელს, რომ თუ კი რაიმე საგუშაგოს ან მსგავსი ტიპის სიახლის შეთავაზებას გადაწყვეტ და ერთი მხარე აქეთა მხრიდან, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უნდა ეცნობებინა ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით და არა სხვანაირად სეპარატისტებისა და საოკუპაციო ძალისთვის. ეს თქვენ გააკეთეთ თუ არა? ვერ მიხთ კიდევ ერთხელ შე. არსებობს შეთანხმება 2008 წლის, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო ვალდებული იყო, რომ თუ კი საგუშაგოს განთავსებას გადაწყვეტდა, ან ადგილზე არსებული კონტინგენტების ძალების მოდიფიცირებას, კორექტირებას განახორციელებდა, სანამ ამას გააკეთებდა, ამისათვის საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფი ოკუპანტის სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის უნდა ეცნობებინა წინასწარ ამის შესახებ დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით. ეს პროცედურა დაიცავით თუ არა? ეს პროცედურა პირველ რიგში უნდა დაეცვა უსაფრთხოების სამსახურს, ერთი. მეორე, ეს ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, რამდენი ახალი საგუშაგო და ეს საოკუპაციო ხაზი გადმოუწევია, თქვენ გონიათ ვინმე ჩვენ რამეს გვატყობინებდა? ეს არის ქაღალდზე დაწერილი პროცედურა, რომლის დარღვევით წლების განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმი აი მავთუხლათებს რუსებთან ერთად ავლებდა ქვეყანაში. იქ სადაც ჩვენ თუ ოკუპანტს, რომელიც თავს გვესხმის და იტაცებს და კლავს ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ჯერზე ფორმალურად იმის გათვალისწინებით, რომ ეს ფორმალური პროცედურებიც აი ამ IPRM-ის საშუალებით და UMM-ის საშუალებით ეს ყველაფერი გავლილი ქონდა მათთან. ეს არავისთვის იქ სიურპრიზი არ ყოფილა. და ამას ეხლა თქვენ ამ ფორმალურ ნაწილს თუ მეკითხებით, ეს ფორმალური ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაკეთებელი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული იყო და შესაბამისად ყველას უნდა იმოქმედა თავისი უფლებამოსილების. მიიღო ეს გადაწყვეტილება თქვენ? იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ყველამ ერთად. ერთად ვინ? ყველამ ერთად. ესე იგი თქვენ გინდათ მითხრათ? ერთი წუთით პროცედურა არ იყო დაცული. როგორ არ იყო პროცედურა დაცული? რა პროცედურაზე მე ვსაუბრებთ, აბა? ესე იგი თქვენ ეს არც IPRM-ზე არ ყოფილა, როგორ არ ყოფილა? არსად არ ყოფილა. გასაგებული ამას გეუბნებით სრული ყველგან იყო, ყველასთან შეთანხმებული. ყველასთან შეთანხმებული. ეს არ ყოფილა ასე. ეხლა მივყვეთ. მოიცა დავასრულოთ, შეიძლება ხო? ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ მე გიორგი გახარია, მაშინ როდესაც ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემით
ფეხებზე ვიკიდებდი ქვეყნის პრემიერს. დიახ. ყველას და ვაკეთებდი იმას და თან ეს ინსტიტუტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც. იმასაც ვიკეთებდი ფეხებზე, ხო? ესე იგი და ამას გეუბნებით ზუსტად. ერთი წუთით დავასრულე. და თან ყველა ეს სამსახური თავისი ნებით ჩართული იყო ამ პროცესში. ამ პროცესში ჩართული იყო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება, თავისი გუბერნატორებით, გამგებლებით და ყველანი ერთად მუშაობდით ამაზე. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ მე შეიძლება შემეძლო ბევრი რაღაცა, მაგრამ ასეთი ძლევამოსილი ვიყავი, რომ ყველაფერს ვაკეთებდი ისე, როგორც მე მომინდებოდა? ასე იყო? მე გეტყვით სხვა ვერსიას. უბრალოდ მე რასაც ვაკეთებდი. არა, მე გეტყვით რაც სხვა ვერსიას. ესე კი არ იყო. ადამიანები მაშინ, როდესაც ვერ იცავდნენ თავის პოზიციას და რო შევთანხმდებოდით, დღეს უკვე შეშინებულები იმ პოზიციაზე ამბობენ უარს. აი ეს არის სიმართლე. დოკუმენტი უნდა არსებობდეს, თუნდაც იმეილის სახით. თქვენ რომ დაგიჯეროთ, რომ პროცედურა იყო დაცული. პროცედურა არ ყოფილა დაცული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუგზავნია შეტყობინება საგუშაგოს მოწყობის გეგმის შესახებ ტექნიკური შეთანხმების შესაბამისად, ვინაიდან თქვენ და რუსები გაბრაზდნენ. ერთი წუთით. თქვენ ისინი სულ გაბრაზებულები არიან ამას. ამით განსაკუთრებით შეტყობინება რო არ მიიღეს. ერთი წუთით. ჩვენ ვსაუბრობთ პროცედურაზე და მერე შედეგზე. თქვენ ხო ამბობთ რომ რაღაცა და უკაცრავად ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადავწყვიტეთ, ეს იყო შეთანხმებული ვინმესთან მეილი არსებობს? ერთი წუთით. მე გელაპარაკებით კონკრეტულ სამართლებრივ დოკუმენტზე. დაიცავით თუ არა ნორმა, რომელიც გავალდებულებდათ, რომ თქვენ საგუშაგოს მოწყობა კი არ დაგეწყოთ თქვენით. თუნდაც მუნიციპალიტეტთან ურთიერთობით და ძლევამოსილი იყავით თუ არა, მე თუ მეკითხებით, მე დაგიდასტურებთ, რომ თქვენ იყავით რა შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვენ იყავით სუპერძლევამოსილი. ფაქტებით შემიძლია გითხრათ. ხო, იცით რა, თქვენი ხმარისმის თუ მიკროფონს არ ჩართავთ. თქვენ თქვით, რომ ახლაც არ უჩივით ძლევამოსილებას. ახლაც არ უჩივი მეთქი. მე მყოფნის. კი, თქვენ ყოფნით. ამიტომ თქვენს პარტიაში გამოიყენეთ ეგ ძლევამოსილება. ვსაუბრობ ძველ დროზე. კი, თქვენ ძლევამოსილი იყავით და შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით რა, იქცეოდით პრემიერ-მინისტრივით. ამას არ ვიკვლევთ ამ წუთში. კი, თქვენ იყავით ძლევამოსილი. შესაბამისად, საგუშაგო იქ განთავსდა თქვენი მხრიდან კეთილშობილური მიზნით გადაცემებია ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზიებში, რომ ეს ტყე მათია, მონიშნები გააკეთეს ტყეზე და შესაძლებელია გონივრული ვარაუდი, უფრო მეტიც, რომ იქ ადრე თუ გვიან გადმოიწევა ხაზი. თქვენ ვებრძანეთ, რომ დასწრების პრინციპით, ისე რომ არ დაიცავით პროცედურა, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ შეუტყობინებია, არ დაუცავს, იმიტომ რომ თქვენ არ აცნობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საგუშაგოს განთავსება იყო სიურპრიზი. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. ამ ყველაფრის არა, თქვენ როგორ მეტყვით ფაქტს, კაცო, ჩემთან იმიტომ რომ აი აქ არის სუსის გავიგე, მაგრამ მე ბატონ ალეკოსთან არ მისაუბრია. მე ვისაუბრე მაშინ სუსის ხელმძღვანელთან, ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული, ყველაფერი იცოდა, არაფერი სიურპრიზი არავის არ ყოფილა. ხელმძღვანელმა არ გამოიყენა ის არხი, რაც იყო დადგენილი ინფორმაციის მისაწოდებად. ეს მე არ ვიცი. კი ბატონო, მე გეუბნებით რომ ესეც პასუხია. აქ არანაირი თვით შემოქმედება არ ყოფილა, იმიტომ რომ თქვენ რო გესმოთ, მე შეიძლება უბრალოდ თქვენ ცდებით, არ იცით. საოკუპაციო ხაზი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის ქვეშ. საოკუპაციო ხაზს აკონტროლებს GDD, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. საოკუპაციო ხაზი არ არის სუსის კონტროლის ქვეშ.
საოკუპაციო ხაზზე რაც ხდება, გატაცება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. აი, გატაცებული ადამიანის მერე გამოყვანა და იმ ფორმატებში თანამშრომლობა, იქ არის სუსი. ამიტომ აქ კოორდინაცია იყო თუ არა აუცილებელი სხვა უწევრი. ეს კოორდინაცია იყო. სუსი იყო თუ არა წინააღმდეგი. სუს ქონდა განსხვავებული აზრი, მაგრამ შევთანხმდით, რომ მივდიოდით იმ წინააღმდეგი, ეგრე ჩვენ შევთანხმდით, გაიმარჯვა იმ პოზიციამ, რომელიც ჩვენ ქონდა. ეს პასუხის ჩვენ არ შევჭრილვათ სუსის პრეროგატივაში. განსხვავებული აზრი რომ ქონდა. რას იძახდა სუსი, რატომ აქვს განსხვავებული აზრი? სუსი იძახდა, როგორც ყოველთვის, სუსს აქვს თავისი როგორ გითხრა, სუსი ხო არ არის გატაცებებზე პასუხებელი. სუსს აქვს თავისი მთავარი პრეროგატივა. არ ვინმე არ გავაბრაზოთ. ეს არის სუსი, ამიტომ არის სუსი. ხო? მათი მთავარი ინსტრუმენტი არის ყოველთვის უნდა იყოს მოლაპარაკება. და მათ თავიანთი რისკები დაგვანახეს. მე ხო არ ვამბობ, რომ არ დაუნახები ვართ მეთქი. სუს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნუაურებთ. მოლაპარაკება არ არის სუსის ფუნქცია. პასუხისმგებელი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საკუთარ ხაზს. გედეტე, რომელიც იქ არის პოსტებზე. დანარჩენი ყველა შესვლის ნებართვას არა, მაგას ვამბობ, შიგნი რა ხდება. შიგნი რა ხდება. კი ბატონო, საზღვარი, მაგას მე ხო შიგნი რაც ხდება, ეს არის, მაგრამ როდესაც ვინმე აქეთ გადმოდის, აი დარღვევა როდესაც ხდება, ეს ყველა ამას ხაზს აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებადება, ამიტომ ჩვენ არ შევჭრილვართ. წინეთ სუსის აზრი, რომელიც მოლაპარაკებაზე კი არ არის პასუხისმგებელი და ვინმე არ გავაბრაზოს, სუსი არის სახელმწიფო სამსახური. ღმერთია, განსხვავებული აზრი არ შეიძლება არსებობდეს? და რა თქმა უნდა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მიზეზი ხო გქონდათ, რატომ იყო თქვენი აზრი უფრო წონადი ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის? იმიტომ რომ ჩვენ მკაფიოდ ხედავდით მიწაზე, იქ კი არა გამშვებ პუნქტებზე, რომ უკვე ბანერები იყო გაჩენილი. ამას სუსიც ადასტურებდა. და შესაბამისად პროცესს ხედავდით ისე, რომ დღეს თუ არა ხვალ უკვე დაწყებული იყო ეს ყველაფერი და დასრებით პრინციპით გავაკეთეთ ის რაც გავაკეთეთ და შედეგად მივიღეთ ის რაც მივიღეთ. შედეგზეც ვისაუბროთ. შედეგად რა მივიღეთ? აი რუკა რო წარმოვიდგინოთ. მანამდე არ რუკაზე და რეალობაში არ არის არც ერთი საგუშაგო, ეს თქვენ დაადასტურეთ, არც ჩვენი და არც სეპარატისტების. თქვენ მიერ დასწრების პრინციპი. მაგრამ პატრულირებენ სეპარატისტები ამ დღეს? კი. დიახ, და მერე თქვენ დასწრების პრინციპით ისე რომ სუს აქვს თავისი სხვა მოსაზრება, მაინც აყენებთ საგუშაგოს და მერე რა მივიღეთ? იქიდან რა საპასუხო ნაბიჯები მივიღეთ? ქალბატონო თია, მივიღეთ ის, რაც ქონდა მიზანი. მიზანი იყო, რომ საოკუპაციო ხაზი რუკაზე და მიწაზე არ გადმოწეულიყო. საოკუპაციო ხაზმა სამწუხაროდ თქვენი ამ ქმედებების შემდეგ არამც თუ გადმოიწია. ეხლა მორიგ ტყუილ სიტყვით ეხლა. არა, ზუსტად გეტყვით, 100 გექტარი ტყე არის. ხაშურის რაიონში არის რამოდენიმე სოფელი. და გადმოიწია საოკუპაციო. თქვენი ამ შეუთანხმებელი ნაბიჯის შედეგად და უფრო მეტი კიდე კარგი რომ ომის დაწყებას არ მაბრალებთ რა. ისეთი სისწრაფით მიდიხართ რომ მალე ომის დაწყებასაც დამაბრალებთ. ჩორჩანას ხოსტით თვითონ ბიბილოვი რუსეთში ჩორჩანას ამ საგუშაგოს განთავსებით ბიბილოვი ვერ აიჩეს რომელსაც დასწრების პრინციპით მე ვერ გეტყვით საწინააღმდეგოს. კი ბატონო, თავისი კეთილშობილური მიზანი ჰქონდა, რომ დავასწროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადმოვლენ. სუსი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, იმიტომ რომ ის ჯერ სხვა ნაბიჯების გადადგმას ემხრობა და მე ასე მგონია ვიმსახურე რა მრავალი წელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომ ასეთ საკითხებზე სახელმწიფო უსაფრთხოების რისკები სად არის და რომელი უფრო რეალიზებადია. შინაგან საქმეთა მინისტრზე მეტად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოეხსენება. მათი ამ პოზიციის მიუხედავად თქვენ ამ საგუშაგოს მაინც აყენებთ, იგედედეთ გება და დღეს ჩვენ გვაქვს შედეგად 3 საგუშაგო მეორე მხრიდან. იმ ტერიტორიაზე, სიმაღლეებზე თან იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენი იურისდიქციის ქვეშ იყო, 2 პოსტი
მთლიანობაში 5 ყოფნა, ანუ პრეზენსი, რომელიც მანამდე არ იყო და საოკუპაციო ხაზი, რომელიც გადმოწეულია და თქვენი ძახით, რომ დასწრების პრინციპით თავიდან ავიცილეოდა. ამიტომ გვაქვს კითხვები. გამოტოთია, თქვენ იქ ნამყოფი ხართ. ნამყოფი არა ვარ. მე ვარ იქ ნამყოფი და გეუბნებით, რომ მთავარი მიზანი იყო ახალი რუკის საფუძველზე, გამოგონილი რუკის საფუძველზე, ჩორჩანის 1800 ჰექტარი ტყის მოჭრა საქართველოსგან. ეს იყო მთავარი მიზანი. მთავარი შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, საოკუპაციო ხაზი რუკაზეც და მიწაზეც არის ზუსტად იქ, სადაც იყო. ეს არ არის სიმართლე, ბატონო. თქვენ ურევთ საოკუპაციო ხაზს და საგუშაგოს. თქვენ ურევთ საოკუპაციო ხაზს და საგუშაგოს. ეს ერთი. საგუშაგოებიც არის და ხაზიც არის შეცვლილი. იმის პასუხად, რაც თქვენ სიურპრიზად გააკეთეთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს შეიტყო ოსების და უნდა წაეღოთ 1800 ჰექტარი და უნდა ყოფილიყავით არ ოკეი უნდა წაეღოთ, მაგრამ უნდა დაგვეწყო პროცედურებით. იმას მაგ შემთხვევაში წაიღებდნენ 1800 ჰექტარს. ეხლაც წაიღეს. არაფერი არ წაუღიათ ეხლა. ტყილს ამბობთ. და ამასთან ერთად წაიღებდნენ და ოფიციალური პრეტენზია გაუჩნდებოდა დასაბუთებული პრეცედენტული. თქვენ ხო იცით პრეცედენტული რას ნიშნავს? დასაბუთებული პრეცედენტული პრეტენზია გაუჩნდებოდა 27 დამატებით ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზთან. მე აგაცილებინოთ თავიდან განზრახ სრუჩვენების მოცემა. მოგიწოდებთ, რომ ის მაინც თქვით, სადაც დიდი ხანია აღარ ვარ მინისტრი, არ ვიცი დღეს რა ხდება, ეს მაინც თქვით. გეუბნებით, მე ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელმაც ცოტა მეტი შეიძლება ვიცოდე, ვიდრე თქვენ ქუჩაში მდგარმა ოპოზიციამ იმავდროულად დეპუტატმა რო ვერ გავიგეთ ჰიბრიდული სტატუსი გაქვთ რაღაცა. იცით ქუჩაში რა კარგია? რა ესეთ ქუჩაში ისე იძახით, რომ აი ქუჩაში რაღაც ისე იძახით, რომ თითქოს ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იყვნენ. ერთი ქუჩიდან მოვედი მე ოპოზიციიდან, მაშინ როდესაც თქვენ სადიჯექით თბილად გერმანიაში არ ვიცი და იმ ნაცებს ვებრძოდი, რომლებიც მოსაკლავად დამზდებდნენ. ეხლა მოისვით გვერდზე. ეხლა მოისვით გვერდზე და კომისიაში ვერ ეძახით. ესეც ფაქტია, ესეც დაადასტურეთ. მივალთ მაქამდე, ნაცებს რო გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ ბლანში გქონდათ და მართლა ძლევამოსილი იყავით და შეგეძლოთ ეს ქვეყანა სწორ გზაზე წაგეყვანათ. ეხლა შემიძლია. ჯერ არ შეგიძლია. ეხლა შემიძლია. კი, ნახავთ მამას. ის რა შეუძლია. პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ. გაშინებენ, ხო? ქუჩის მავნებლები. თქვენ ხო იცით, რომ ჩემი შეშინება ესე აი თანაი ასე რაღაც მოგონილი თემებით მარტივი არ არის და ხო და აი მაისში გელოდებით სკამზე პლენარულ დარბაზში აი ესე და მე რომ თხოვოთ ცოტა უფრო ისე არა თქვენ როგორც მელაპარაკებით არა ეს მე თქვენთვის არ მithkoms მე მოდი ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ სხეულს და ტერიტორიებს მე როგორც დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი გეუბნებით აქ ბრძანდება მაშინდელი, როცა თქვენი საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართეთ, სუსის ხელმძღვანელის მოადგილე. გეუბნებით, რომ თქვენ ვერ მიაღწიეთ მიზანს ამ საგუშაგოს განთავსებით, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულიყო და იმათ არ განეთავსებინათ საგუშაგოები, რომლებიც მანამდე არ ქონდათ. ამიტომ მინიმუმ ის მაინც შეძელით, რომ საზოგადოებას მოატყუებთ როდესაც ინტერვიუებში ალბათ აღარ გაქვთ ინფორმაცია და ამიტომ რომ თითქოს და თქვენ ხართ რაღაცა ტიპის ყოვლისშემძლე გმირი სიურპრიზად საკუთარი უსაფრთხოების სამსახურს და ქვეყანას იქ აღუმართეთ, მართლა სიურპრიზად აღუმართეთ საგუშაგო და დღეს იმ საგუშაგომ რომელიც ჩვენ გვაქვს და დღევანდელი სახელმწიფო ინარჩუნებს იმ საგუშაგოს, იქ არიან ქართველი სამართალდამცველები უფრო შემაღლებულზე მეორე მხარემ დაუყენა არაერთი საგუშაგო რომელიც იქ არიდგა გადმოწია საოკუპაციო ხაზი და რეალურად უფრო მეტი სახელმწიფო უსაფრთხოების რისკები გვაქვს ვიდრე მანამდე გქონდა მინიმუმ იმას მაინც ნუ ამბობთ რომ პროცედურა დაიცავით სუსი თანახმა იყო ყველა თანახმა იყო პრემიერმა ორი ხელი აუწია ეს არ არის ასე და რომ თქვენ თითქოს ხართ ის ვინც ერთი საგუშაგოს განთავსებით
ოკუპანტ სახელმწიფოს ხელი ააღებინეთ, ხაზი გადმოეწია. ეს არის ტყვილი. ხაზი გადმოწიეს თქვენი მიერ იქ საგუშაგოს განთავსების შედეგად. რეალობაა. კი ბატონო, შემიძლია გიპასუხოთ. ესე იგი, უკვე ტყვილი, ახლა ესეც წავიდა ხმალაობა რა და აღარ მინდა ამის გადრებაც აღარ მინდა. მე რამეს გქონდა, თქვენ უბრალოდ უღრებთ ახლა. მე არ მithქვამს და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენი მიზანი იყო მაშინ რა ჩვენ დავინახეთ, რომ მიზანი იყო 1800 ჰექტარი ტყის მოჭრა საქართველოსთვის. ამასთან ერთად პრეცედენტის შექმნა 1922 წლის რაღაც გამოგონილ რუქაზე დადება და 27 სხვა ლოკაციის ჩვენი მთავარი მიზანი იყო ამის არ დაშვება. შესაბამისად, ამ მიზანს ჩვენ მივახციეთ. ეხლა თქვენ ოფიციალური საოკუპაციო ხაზი დღესაც საოკუპაციო ხაზი არის იმ რუქის მიხედვით, რომელიც გადიოდა აი გრუს რუქის ეს არ შეიცვალა. ეს არის შეიცვალა მეთქი, ამას გეუბნებით კილომეტრ ნახევრით თქვენ. ეხლა თუ მე შეიცვალა და დაუთმეს რაღაცა, ეგ აღარ ვიცი. არ დაუთმეს, თქვენ დროს ხდება ეს. თქვენ რომ ყველა სიურპრიზად საკუთარი ქვეყნის სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სიურპრიზად, რომელსაც ოსებმა შეატყობინეს, რომ საგუშაგოს ეს მაგარი სუსი ყოლია ოსებმა თუ შეატყობინეს, აქ გაქანებული მუშაობა მიდიოდა 1 წუთით რა დავასრულო. გედედე და იმიტომ. დავასრულო კაცო, იმ გედედე კი არა. 4 სამინისტრო მუშაობდა იქ. 4 სამინისტრო თხრიდა იმ გზას. როდესაც იქ საფრთხეები გაჩნდა და თქვენვე ითხოვეთ სუსი დამეხმაროსო. რა დამეხმარესო? რეებს ლაპარაკობთ. ქალბატონო, რაც გესმით. ეხლა საერთოდ აცდენილი ხართ, რასაც ლაპარაკობთ რა. არ არის ეს აღარ მინდა ეს ვიხმარო. დასკვნაში თქვენს პასუხებს შევიტანთ. აცდენილი ხარ. ამასაც შევიტან მე დასკვნაში, რომ თქვენ მე მიპასუხეთ, რომ მე ვარ აცდენილი, ეს თქვენი პასუხია. მე ეს დასკვნა გადაიგზავნება პროკურატურაში და ვინ რას ვართ აცდენილი, მე გამოიძიებთ და დამიჭერთ. ვის რაში ჭირდებით, მე არ ვიცი. არავის შევთანხმდით. რას მომიყვანეთ მაშინ, თუ არ გჭირდებით რა? თქვენით მოხვედით, ჩვენ დაგიბარეთ, მოხვიდოდით, მაგრამ პარლამენტში გინდათ და რა უნდა. მოკლედ ესე იგი, კილომეტრზე მეტი, დაახლოებით კილომეტრ ნახევარია, რომ ამ დაუფიქრებელი ნაბიჯის შედეგად არამც თუ ვერავიცილეთ სამწუხაროდ, არამედ საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია და ის გედედე, რომელიც თქვენ იქ ჩააყენეთ, დღეს სიმაღლეებიდან მათ დახურებს მტერი სახელმწიფოს და სეპარატისტული რეჟიმის არაერთი კოშკურა და საგუშაგო. ეს არის რეალობა. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს კარგი სუს არ შეუთანხმეთ, პრემიერს მაინც თუ შეუთანხმეთ და პარტნიორებთან ხომ არ გქონიათ რაიმე შეთანხმება, იმიტომ როგორც წესი ასეთი გაბედული გადაწყვეტილებები პარტნიორებთან თანხმდებოდა. მე ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში არაფერს არ უთანხმებდი. განსაკუთრებით ვიღაც პარტნიორს. არ ვიყავი ძლევამოსილიო და ვიყავით მეთქი და მე არ მithქვამს რომ არ ვიყავი, ეხლაც არ უჩივი მეთქი, გითხარით პირიქით. მე ისეთი ძლევამოსილი ვიყავიო, რომ მე ჩემით დავდგი. რაც შეეხება დანარჩენს. ყველა ის პირი, რომლის საქმის კურსში ჩაყენება იყო საჭირო და კოორდინაცია იყო საჭირო, ყველა იყო საქმის კურსში. ეხლა დღეს ვინ რას იტყვის? მე ამას ახლა ვერ გავაკონტროლებ და ამაზე არანაირი რესურსი არ მაქვს. აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ადამიანებს სხვადასხვა პოლიტიკური მიზანშეწონილება გაუჩნდათ. ვინც საჭირო იყო, ყველამ ყველაფერი იცოდა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თქვენი ინტერპრეტაცია ის, რასაც თქვენ ამბობთ. ჩემი ინტერპრეტაცია და მიზანი არის, რომ დაგვეცვა 1800 ჰექტარი ტყე, დაგვეცვა საოკუპაციო ხაზის რაც ვერ დაიცავით, რაც დავიცავით. მაგალითად, ყოფი ქვია თუ სწორად მახსოვს, 3 მოსახლეები იძულებული გახდა წამოსულიყო, სახლებიც კი წაიღეს. წნელისში 1 სახლი ზუსტად მახსოვს. კარგით, დასრულებული მე ჩემი საქმე გიხარით. პარტნიორები რას ნიშნავს? გარედან გვიყიჟინებთ პარტნიორები ჭკუაზე რატო არ დადიხართო და ასეთი მე გიყიჟინებთ გარედან, მე გიყიჟინებთ პირიქით deep state-თან მოლაპარაკება რა გინდათ დაანებეთ მეთქი თავი. ვერაფრით რომ deep state-ს ვერ მიწვდით და ვერ მივლაპარაკეთ. რატო არ შეატყობინეთ? კარგი სუსი არ გეხატებოდათ გულზე. IUM-ს რატო? ყველა ვინც საჭირო იყო, ყველას ჰქონდა ყველაფერი შეტყობინება. სად არის ამის მტკიცებულება?
რა თქვა იუმემა მე ამ თემასთან დაკავშირებით რა პასუხი იყო იქ პარტნიორებმა რა ესე იგი მე როდესაც ვერ ვახცევ კონსენსუსს შეიძლება ამ კონსენსუსის მიღწევის დროს შეიძლება არ ვიცი ვიღაცას არ მოწონს შეიძლება ვიღაცასთან უხეში ვიყო შეიძლება ის ვიყო ეს ვიყო ვიღაცას ბევრი მტერიც გავიჩინო ეხლა რაც უყურებ მაგიტომ გავიჩინე ბევრი მტერი მაგრამ შეთანხმებას თუ არ მივახცინეთ ადამიანმა თავი თუ არ დამიქნია მე იმას არ გავაკეთებ და გეუბნებით რომ მე არაფერი მანდ არ გამიკეთებია ისეთი რომ ამ ხალხს ყველას თავი არ დაექნია და ეხლა თუ იტყვიან დღეს რომ არა ჩვენ თავი არ დაგვიქნევია ნუ მათ ნამუსია ეხლა მე რა უყვამ არა აქ ნამუსობანას კი არ ვთამაშობთ აქ მე მაინტერესებს თქვენი პასუხი მათი პასუხი იქნება დასკვნაში შემდეგ ეს დასკვნა უნდა გახდეს ამ საკითხის შესწავლის რაღაცა გარკვეული საფუძველი იმედი მაქვს რომ მოიტანენ წერილობით დასტურს როგორ მიწევდნენ წინააღმდეგობას გმირულად აი როგორ მეწინააღმდეგებოდნენ გმირულად ამის მტკიცებულებებს მოიტანენ ან წერილობით ან ვიდეოს შეიძლება იწერდნენ კიდევაც მე რა ვიცი მოიტანენ ამას ყველაფერს როგორ გმირულად მიწევდნენ წინააღმდეგობას და მიმტკიცებდნენ რომ ამის გაკეთება არ შეიძლება იმედი მაქვს იმ დასკვნაში ეს ფაქტები მტკიცებულებები იქნება თქვენ კი მოგიწევთ მოიტანოთ მტკიცების ტვირთი ხო იცით სამართალში ესეთი ცნება მტკიცების ტვირთი ჯერ აქეთ არის მერე იქით არის და ასე შემდეგ შემდეგ ვის მხარესაც დარჩება მტკიცების ტვირთი დაუკმაყოფილებელი ის არის დამარცხებული მტკიცების ტვირთი თქვენზე ის იქნება და ალბათ აქედანვე უნდა მოინიშნოთ რომ ის რომ კოორდინაციაში იყავით სუსთან და მათთვის შეტყობინება ჰქონდათ გაგზავნილი გედედეს რამდენ წარმომადგენელს აყენებდით საგუშაგოში ეს საგუშაგო კონსტრუქციულად და ინფრასტრუქტურულად როგორ გამოიყურებოდა კოორდინატები და ასე შემდეგ შეტყობინებული ჰქონდათ და სუსმა თავის მხრივ არ გააგზავნა ეს უკვე სუსის მხარეს იქნება მტკიცების ტვირთი და თქვენ თუ ვერ წარმოადგენთ მტკიცებულებას რომ სუსისთვის ეს შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ოფიციალურად გაქვთ შეტყობინებული რა თქმა უნდა ეს იქნება სერიოზული პრობლემა ომის დაწყებას რა თქმა უნდა აქ ჩვენ მართლა არ ვართ თამაშით დაკავებული თქვენ კი ასე გონიათ მაგრამ თქვენ არავინ არ გაბრალებთ მაგრამ ის კითხვა კი ნამდვილად ისმის ამ დასწრების პრინციპმა რომ გაამართლაო თქვენ დღემდე ამ რწმენაში ცხოვრობთ ეს რწმენა არაფერს არ ეფუძნება იმიტომ რომ ამ დასწრების პრინციპმა არამც თუ არ გაამართლა 110 ჰექტარზე მეტი ტყე აიღეს და წაიღეს და თუ არც ერთი საგუშაგო არ იყო არც ჩვენი მხრიდან არც მათი მხრიდან ეხლა ჩვენი მხრიდან არის ერთი საგუშაგო და მათი მხრიდან მაშინვე თქვენ დროს დაყენებული 5 საგუშაგო და იყო რაღაცა მომენტი ეს მე უკვე მაშინ პოზიციაზე ყოფნის დროიდან მახსოვს თუმცა გამოძიება თუ ჩატარდა სუსი იქ თავის სათქმელს იტყვის რაღაცა იყო გარკვეული საათები რომ იქ რეალურად იყო თქვენ მიერ განთავსებულ საგუშაგოზე ფიზიკურად შეიარაღებული თავდასხმის საფრთხეც ანუ რეალურად რაღაცა რისკები იქ სერიოზული ჩვენ ქვეყანას დაუდგა და მორიგჯერ დანის პირზე გავიარეთ ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვთვლი თქვენ არიცით და არ შეიძლება იცოდეთ მაშინ იმ ღონისძიების მიზანი რა იყო იმიტომ რომ ამ პროცესში არ ყოფილიყართ იმ ღონისძიების მიზანი იყო 1800 ჰექტარი ტყის დაცვა საზღვრის ახალი რაღაცა გამოგონილი რუქის დავასრულოთ საოკუპაციო ხაზის არანაირი გაფორმალურება პრეცედენტურად შექმნა და საგუშაგოების გაკეთება ისე რომ ჩვენ შეგვძლებოდა ამ ტყის პატრულირება ჩვენ ამ მიზანს მე ვთვლი რომ მივახციეთ ეს იყო მიზანი თქვენ შეიძლება ჩათვალოთ რომ რა ვიცი რაც გინდათ ყველაფერი შეგიძლიათ ჩათვალოთ დავის საგანია დავის საგანი ვერ იქნება ფაქტია რომ 1800 ჰექტარი დღეს არის საქართველოს მიწა ეს არის ფაქტი და თქვენ ახლა ვცდილობთ 100 ჰექტარზე მელაპარაკოთ და 5 საგუშაგოზე ეს არის თემა ეს არის გაქვთ თქვენ ბევრი დრო გაქვთ ასე მჯერა დავდიოდი იქო ამით ამაყობთ და ეს თქვენი ფუნქცია იყო არავით არის საათი ჩვენ არსად არ გვეჩქარება ნუ მანიშნებთ საათზე დროს აქ ჩვენ ვადგენთ შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ დავბრძანდეთ თქვენს მანქანაში წაბრძანდეთ ჩორჩანაში და შეძლოთ მიხვიდეთ იმ საოკუპაციო ხაზის იმ ნიშნულზე დღეს ხვალზე
სადაც მინისტრობისას მიდიოდით. რომ ვეღარ მიხვალთ, მერე უნდა შეწყვიტოთ თქმა, რომ თქვენ რაღაცა გადაარჩინეთ ჰექტრები. კი არ გადაარჩინეთ. მე არა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუსთან ერთად და კიდე სხვა ბევრმა უწყებამ, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა. ყველამ ერთად მე აიცილა საფრთხე, რომ იქ ცეცხლი არ გაეხსნა ვიღაცას და ის თქვენი გადავარჩინეთ 1800 ჰექტარი ტყე. ეს გააკეთა სუსმა. ეს გავაკეთეთ ყველამ ერთად. კარგი. კითხვები თუ არის კომისიის წევრებისგან, ბატონო გურა. იმედი მაქვს დამეთანხმებით, რომ ეს საოკუპაციო ხაზთან არსებული სიტუაცია ერთ-ერთი ნომერ პირველი ამოცანაა საქართველოს სახელმწიფოსთვის. თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრმა ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომ მიიღეთ და აღსრულება დაიწყეთ. უსაფრთხოების სამსახურთან გავიგეთ უკვე რომ კონსულტაციები კი ჰქონდათ, მაგრამ მიუხედავად იმისა, წინააღმდეგობისა, მოკლედ მაინც გადაწყვიტეთ აღგესრულებინა თქვენი ეს გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრი თუ იყო თანახმა ამასთან დაკავშირებით და საერთოდ რა შეხედულება გაქვთ თქვენ ბრძანეთ რომ ჩემ ფუნქციებში რაც არისო იმას არავის არ უთანხმებო. მაგრამ მოწყობა ცოტა სხვაგვარია საპარლამენტო სახელმწიფოში, პრემიერ-მინისტრია აქ მთავარი და მე რა თქმა უნდა ფუნქციები აქვს მინისტრებს, თუმცა თავში არის პრემიერ-მინისტრი. აი ესეთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით თანახმა თუ იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი. მე ეს კითხვა და თქვენი პასუხი საომავლო საკითხშიც გავამადგება, მაგრამ ეხლა ეს მაინტერესებს. პრემიერ-მინისტრის გარეშე ამ საკითხს ვერ გავაკეთებდით. ანუ თანახმა იყო, თქვენ უთხარით ეს განხილვა იყო და თანახმა იყო. არ მახსოვს ეს რა ფორმატში იყო და რანაირად ხდებოდა. ფორმატს და ოთახს არ გთხოვთ, უბრალოდ საკითხი განიხილეთ, რომ საგუშაგო უნდა დავდგა აქ ამიტომ და ამიტომ და მან გითხრათ, რომ კი ბატონო, ესე დავდგათ. მე სიტყვებს არ გეუბნებით, საკითხის შეთანხმებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო ჩემი ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, მე როდესაც ასეთ ნაბიჯებს ვდგამდი, ყველაფერს მარტო ამ საკითხს არა, როგორც სხვას ყველაფერს უთანხმებდი პრემიერ-მინისტრს. რა პირობებში, რა სიტყვებით, რანაირად ეს არ მახსოვს. არ მახსოვს ეს. ძალიან ბევრი დრო გავიდა. ხომ არ არის შეკითხვები ამ თემაზე? მაინც ჩემი თხოვნა იქნება, რომ თქვენ თუნდაც პაწია კითხვის ნიშნით მოინიშნეთ, რომ გადაამოწმოთ სად გადის დღეს საოკუპაციო ხაზი და რეალობაზე მაინც გქონდეთ ინფორმაცია. ჩვენ თუ არ არის ამ თემაზე შეკითხვები, ან თქვენ თუ არ გაქვთ ამაზე რამე სათქმელი, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეს არის თქვენი გადადგომის თემა.